ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. გაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეა სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშიდობისა, სანამ ამ მომავალ მზეს დავინახავ და ხედავ შენს მეზობელს სტრული დამოკიდებულების გაგრძელება მეზობლებს შორის დაუშვებელია. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდებს. ის რომ პატრიარქს და ქართულ ეკლესიას პოლიტიკოსებისთვის საოცნებო რეიტინგი აქვს, ამაზე არავინ დაობს, მაგრამ ხშირად ვსჯელობენ იმაზე, როგორია ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულება. სულ ახლა განსჯის საგანი იყო და ყველას აინტერესებდა და დღესაც აინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები ტაო-კლარჯეთის ტაძრებთან დაკავშირებით. ახლა კი ალბათ საინტერესოა, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება პატრიარქის დღევანდელი განცხადების შემდეგ. საუბრობენ იმაზეც, რომ პოლიტიკოსებისთვის ეკლესიის კრიტიკა ტაბუირებული თემაა. მოკლედ არსებობს კითხვები ისევე როგორც ვერსიები იმაზე, რომ ეკლესია დამოუკიდებელი პოლიტიკური როლის შესრულებას ცდილობს. ამ ვერსიის ავტორი გია ნოდიაა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაში. დღეს ის ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება და მას ოპონირებას თეა გოგოტიშვილი გაუწევს. მე ვარ თეა სიჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი და პოლიტოლოგ ფილოსოფოსი ბატონი გია ნოდია. საღამოშიდობისა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. ჩვენ საკმაოდ საინტერესო თემაზე საუბრობთ დღეს, მაგრამ მოდით მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით. იქიდან გამომდინარე, დღეს ახალი, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ნიუსი გვაქვს. პატრიარქის განცხადება, მოწოდება, ასე რომ ვთქვათ, დაიწყოს მოლაპარაკებები და დაუყოვნებელი დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის და არ შეიძლება მეზობლებს შორის ესეთი მტრული დამოკიდებულება დიდხანს და უსასრულოდ გაგრძელდეს. საინტერესო ამას რა გამოხმაურება მოყვება პოლიტიკოსების მხრიდან, გამოხმაურებები უკვე ვიცით, თამას პრეზიდენტის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა, ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული ქმედება რა იქნება. მაგრამ ეს არ არის კონკრეტული თემა, ეს არის ერთ-ერთი თემა, რომლისგანაც საკმაოდ დიდი და ვრცელი თემა უნდა განვაზოგადოთ და რომელზედაც უნდა ვიბრძოლოთ დღეს ჩვენს გადაცემაში. ბატონ გია, საკმაოდ საინტერესო ნაშრომი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა ეს ნაშრომი. აქტუალური გახდა დღეს, მით უმეტეს დაემთხვა ეს ამბავი. მოდით ბატონი გიასგან დავიწყოთ ბატონ თეა საუბარი. ბატონ გია, თქვენს ნაშრომს ესე ქვია გადამწყვეტი მომენტი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებში. გადამწყვეტ მომენტში რას გულისხმობთ? მოდი ეს ამაზე ვილაპარაკოთ. მე მგონი ეს თარგმანის პრობლემაა, იმიტომ რომ სტატია მე დავწერ ნაშრომი ცოტა მამაღალი სიტყვა 600 გვერდიანი, 600 ბოდიში სიტყვიანი სტატია, რომელიც დავწერ რუსულად, მე რითარ უნდა ინგლისურად, მე რითარ უნდა ქართულად და როგორც თქვენ იცით, ამიტომ გადამწყვეტი აღარც მახსოვს ხალ თავიდან რა სიტყვა მქონდა, მაგრამ აშკარად დრამატიზებულია, გადამწყვეტი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველი შემთხვევა, რაც მე მახსოვს, როდესაც ღიად დაფიქსირდა რაღაც საკითხზე ხელისუფლების და საპატრიარქოს შეხედულებების განსხვავება. და ეს არის აი ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ძეგლების ბედი და საქართველო-თურქეთის მოსალოდნელი ხელშეკრულება აი ამ ძეგლების აღდგენის რესტავრაციის თაობაზე. გასაგები, ამ თემას მოდით ჩვენ ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდეთ. თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეკლესია სულ უფრო ხშირად, სულ უფრო მეტად ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოებას. ეს სხვა საკითხია. ამას გულისხმობ მაგალითად 2009 წლის მოვლენების დროს, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს უპირისპირდებოდა, იყო რამდენიმე განცხადება, ხან პატრიარქის პირადად, ხან საპატრიარქოსი, რომელიც ზოგიერთი იყო ხელისუფლებისთვის სასარგებლო, ზოგიერთი იყო ოპოზიციისთვის სასარგებლო და აშკარად რაღაც, ვთქვათ, დამაბალანსებელი ძალის როლს თამაშობდა ობიექტურად ეკლესია. ჩემი აზრით ეს არ იყო თავდაპირველად მისი ინიციატივა. პოლიტიკოსები თვითონ მიდიოდნენ საპატრიარქოში, ძირითადად ოპოზიცია ცდილობდა რაღაცნაირად საპატრიარქოს ჩართვას, იყო ხოლმე 2007 წელს ჯერ კიდევ რომ არ შეხვდებით ხელისუფლებას, არცად საპატრიარქოში შეხვდებით მაინც და მაინც რაღაც ასეთი, ერთგვარი მცდელობა იყო იმისა, რომ ეკლესია გაეხადათ პოლიტიკური მოთამაშე და ხელისუფლებაც რა თქმა უნდა ყოველთვის ეს ყველა ხელისუფლებების შევარდნაძის ხელისუფლებაც ასე იყო ცდილობდა გვერდით დაეყენებინა ეკლესია რაღაც
გამონაკლისი ალბათ სარდრევანდელი ხელისუფლებაა. მაგას ვამბობ, დრევანდელის და წინაც ცერემონიულ როლში ერთგვარად. ყოველ შემთხვევაში ამან გაუჩინა, ასე ვთქვათ, ეკლესიას გარკვეულად, ალბათ იმისი როგორ ვთქვათ, მოთხოვნილება თუ მზაობა, რომ შეიძლება საკუთარი ინიციატივითაც გააკეთო პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე განცხადებები. მაგალითად დღევანდელიც თუნდაც? თუნდაც დღევანდელიც კი ბატონო. მე აი რა ვთქვათ, ანუ ვიდრე ქაბატონითეს მოსაზრებას გავიგებდეთ, პრინციპში რა განცხადებებს ჩვენ გვესმის უშუალოდ თუნდაც პატრიარქისგან ან საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან, მე არ ვსაუბრობ, იქ არის გარკვეულწილად რაღაც მინიშნებები გაკეთებული, რომ გარკვეული სასულიერო პირები ზოგადად საუბრობენ კონკრეტულ საკითხებზე უფრო თამამად და ღიად, მაგრამ როდესაც თავად პატრიარქისგან კეთდება ერთგვარი საკმაოდ მოზომილი განცხადებები, როგორც ყოველთვის, რა არის ამაში ცუდი? თუ კი ადამიანს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი ქვეყანაში, ინსტიტუტს, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ნდობა, ის იყოს ერთგვარად, ვთქვათ ესე, ვთქვათ, ამ ადამიანებისთვის აზრის მიმწოდებელი. მე არც არ მithქვამს, რომ ეს თავისთავად ცუდია, შეიძლება რაღაც განცხადებას დაეთანხმო ან არ დაეთანხმო, არიან ადამიანები ვთვლის, რომ საერთოდ ეკლესიამ არაფერზე არ უნდა ელაპარაკოს გარდა, ასე ვთქვათ, საკუთრივ რელიგიური საკითხებისა. მე ვთვლი, რომ ეკლესია ისე როგორც ნებისმიერ, ასე ვთქვათ, ორგანიზაციას აქვს უფლება სხვადასხვა საკითხზე გამოთქვას თავისი აზრი. უბრალოდ, შეიძლება დაეთანხმო რაღაცას, კონკრეტულად დაეთანხმო ან არ დაეთანხმო. უბრალოდ ჩვენი პოლიტიკური ვითარების თავისებურება არის ის, რომ პრაქტიკულად პოლიტიკური მოთამაშეები ვერ ბედავენ ეკლესიის კრიტიკას, ეს ხელისუფლებასაც ეხება და ოპოზიციასაც, მაშინაც კი როცა აშკარად უკმაყოფილოები არიან, ახლა ძალიან უკმაყოფილო იყო ოპოზიცია, მაგალითად, როდის იყო ეს სამებაში რომ მივიდნენ და პატრიარქმა რო უთხრა, რომ ასე ვთქვათ, არ არის საჭირო ახალი რევოლუცია. ძალიან ასებითად გასაგებია, რომ ფაქტიკულად ეს ამას ნიშნავდა, ძალიან უკმაყოფილო იყვნენ, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გაბედა რაღაც ღიად ეთქვა, რომ აი პატრიარქი რატო ალბათ ასეთ რამეს. ვიდრე მოდით კრიტიკაზე გადავიდოდით, მანამდე ქაბატონითიას მოსაზრება მოვისმინოთ. რა კონტექსტში არ ეთანხმებით ან ეთანხმებით ბატონ გიას? პირველ რიგში თვითონ ეკლესიის როგორც ორ მხარეს შორის დამაბალანსებელის ფუნქციასთან დაკავშირებით გავაკეთებდი მახვილს. მე ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად ის ქმედება და ის იმ დატვირთვის მქონე აქტივობაა, რაც ეკლესიას იმთავითვე ქონია დატვირთვის სახით. მისი ფუნქცია სწორედ ეს არის, რომ დააბალანსოს. მისი ფუნქცია ის არის, რომ მშვიდობიანი გარემოს ხელშეწყობა მოახდინოს და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ისტორიულად თუ ჩვენ გადავხედავთ არ ვიცი, ალბათ ნებისმიერი ქვეყნის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს ისტორიას ეკლესია ყოველთვის თამაშობდა ნამდვილად მშვიდობის ყოფილის, ანუ დამაბალანსებელის ამგაგებით როლს. ამიტომ იმ საკითხთან დაკავშირებით სუფთა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რომ რომელიმე მხარე შეიძლება უკმაყოფილო, ანუ ფრუსტრირებული ყოფილიყო რაღაც კონკრეტული რეპლიკის გამო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სწორად აღნიშნეთ, ყოველთვის ძალიან მოზომილია ეს. მაინც განწყობა არის ძალიან სუბიექტური მოვლენა. ამიტომ ადამიანის და ზოგადად სოციალური ჯგუფის გარკვეული, ასე ვთქვათ, განწყობა განაპირობებს თვითონ შედეგს, ანუ ფრუსტრაციას ან კმაყოფილებას, ხო? რამდენად განსვლაშია ეს მოლოდინი, ანუ მზაობა საკითხის მიმართ და რეალობა, ხო? რამდენად განსვლაშია, ანუ რამდენად კონტრასტულია, მით უფრო კონტრასტულად აღიქმება ის. თუ კი რომელიმე მხარეთ ქონდა მოლოდინი იმისა, რომ ამ შემთხვევაში ეკლესია დაიჭერდა მის კონკრეტულ პოზიციას და მის, ასე ვთქვათ, მისი ხაზისა და იდეების გამტარი იქნებოდა, თუ ასეთი მოლოდინი იყო, რა თქმა უნდა, გასაგებია შედეგი, ფრუსტრაცია, ანუ დაუკმაყოფილებლობა ამ შემთხვევაში, რომელიც ამა თუ იმ ჯგუფმა მიიღო, მაშინ, როდესაც, ვთქვათ, იყო ნეიტრალური, თუ ძალიან მოზომილად გამოხატული ის პოზიცია, რომელიც ცალსახად იქნებოდა მშვიდობიან, ასე ვთქვათ, კურსზე და მშვიდობიან ქმედებაზე და კონსტრუქტივიზმზე ორიენტირებული.
განსაკუთრებული. არ არის გასაკვირი, რომ შეიძლება სუბიექტურად სხვადასხვაგვარად იქნას ეს აღქმული, კიდევ ამბობ, იმიტომ რომ განწყობები არის ამ ყველაფრის განმაპირობებელი საბოლოო. მაბალანსებელის როლის ფუნქცია ამ შემთხვევაში გამაწონასწორებელს ვიტყოდი, უფრო ნათელი რო იყოს. შეიძლება იყოს ან გამაღიზიანებელი? იცით, ვიღაცის შეიძლება იყოს ან არ იყოს, გააჩნია. ახლა არიან ადამიანები თვლიან, რომ ეკლესია საერთოდ არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ საკითხებში. კარგით, მოდით ესე ვთქვით. ასთვლიან ადამიანები ამაზეც ვილაპარაკებთ. არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, კი აუცილებლად. არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით ითხოვენ, რომ უფრო აქტიურად გამოხატოს ეკლესიამ, იმიტომ რომ უფრო იაქტიუროს ამ შემთხვევაში ეკლესიის წინამძღოლმა გარკვეულწილად რაღაც კონკრეტულ საკითხებზე, იმიტომ რომ მას აქვს საკმაოდ დიდი რეიტინგი და ნდობა მოსახლეობის. თქვენ ხო თანხმდებით ამაზე? თქვენი პირადი მოსაზრება მაინტერესებს ამ შემთხვევაში არა როგორც არიან ადამიანების. ხო, კი ბატონო, რაზე ზუსტად მითხარით? დამაბალანსებლის როლი ეკლესიის საჭიროების მხრიდან ეს არის. თავისთავად მე ვერ დავითანხმები ერთ რამეს, რომ თითქოს ეს ყოველთვის ასე იყო, ან საერთოდ ეკლესიას ეს აქვს, ან ეს საერთოდ ეკლესიას მოეთხოვება რა და ბუნებრივია, შეიძლება კონდეს, შეიძლება არ კონდეს. ეს ისე ვიმეორებ, არ არის არანაირი აუცილებლობა, რომ ეკლესია იყოს დამაბალანსებელი, ზოგიერთ ქვეყანაში სულაც არ არის დამაბალანსებელი, არ ამგონია, რომ რუსეთში მაგალითად მართლმადიდებლური ეკლესია რამეს აბალანსებს. ის არის მარჯვენა ხელი პუტინის შეიძლება გარკვეული აზრი. ესე ვთქვათ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება ამის აქტუალობაც არის დღეს და რეალურად სიტუაცია ისე იყოს სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი იმგვარად იყოს წარმოჩენილი და წარმართული პროცესები, რომ ამ ფასილიტაციის თუ ან დამაბალანსებელ, გამაწონასწორებლის როლის აქტუალობა არც იდგეს. მაგრამ როდესაც ასეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა, ასეთ მცირერიცხოვან ერში ჩვენ უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით ჩვენი უახლესი ისტორიის ფორმატში თუ განვიხილავთ ვნახავთ რა სიხშირით გვაქვს დაპირისპირებები რომ აღარა ვთქვათ სამოქალაქო ომი და მუდმივი ასე ვთქვათ ბეწვის ხიდზე გავლა იმისა რომ ხელმეორედ არ დაიწყოს ის რაც ყოველას კოშმარული სიზმარივით გვესმის ასეთ ვითარებაში ეკლესიამ რომლის თარგმანიც არის ხალხთა თავყრილობა და ეს ხალხის თავყრილობა და ეს ხალხი არის ამ გაგებით ის საზოგადოება რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში ამ სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე აიღოს თავის თავზე მშვიდობის ყოფილის როლი და მისია მე ვფიქრობ პირადად ეს ჩემი როგორც მოქალაქის აზრია ამაში პოზიტიურის გარდა რა შეიძლება იყოს ვიდრე ამისგან განსხვავებული ასეთი აზრით გვსმენია, რომ მაგალითად სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საკითხებში, საეკლესიო საკითხებში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც იგივეს მოითხოვენ ეკლესიისგან, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში. მე კონკრეტულად კი მაინტერესებს ფაქტები, როცა ეს ადამიანები საუბრობენ ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში, რაში გამოიხატება, ანუ რაში აღმოჩნდა ეკლესიის მხრიდან ჩარევა სახელმწიფო საქმეებში, მაგრამ მე მეორე საკითხი მაინტერესებს. აი თუნდაც დღევანდელი თემა, როდესაც საუბრობთ პატრიარქის განცხადებაზე, მოწოდებაზე რუსეთსა და საქართველოს შორის დაიწყოს დაუყოვნებლივი მოლაპარაკება. როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, იგივე სამების მაგალითი გვახსოვს ბატონიკი, აშკარად დადებითი როლი ითამაშა, ყოველ შემთხვევაში დადებითი როლი იმ მომენტში, რომ შეიძლებოდა სცენარი საკმაოდ რთულად განვითარებული იყო და არასასურველი ყველა მხარისთვის, ხო? და ამაში პატრიარქმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა, რომ ის სცენარი აგვეცილებინა, რაზეც ჩვენ არც გვინდა საუბარი. რომ ითამაშოს ასევე დადებითი როლი, იგივე მოსალოდნელია თუ არა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირებაში. თუ კი თამაშობს ეს ადამიანი ესეთ როლს. მოკლედ მე დაგავმიჯდათ ეს დამაბალანსებლის ესე როლი. არა, მე ხვარობ რომ არ უნდა იყოს მეთქი, კი ბატონო, თუ შეძლებს ამის თამაშს და ასე ვთქვათ არაფერს თქვენ აქამდე ხედავთ რომ ვერ არის რაღაც ზომით ითამაშა ეს როლი კი ბატონო ასე ვთქვათ რაღაც ჩვენ გინდათ რომ არა რამდენად წარმატებული იყო მე თქვენი აზრი მაინტერესებს რაღაც მეტნაკლებად წარმატებული იყო ხანდახან პოლიტიკოსები რასაც ისედაც აპირებენ თქვათ პატრიარქს იშველიებენ შეიძლება მის ავტორიტეტს რომ მოდი აი იმის ხათრით ვაკეთებ რაღაც სიმშილობის შეწყვეტა მაგათ თუნდაც ასე იყოს ან ამაში რა არის ცუდი თუ ეს სახის შენარჩუნებისთვის ეს მათ ეხმარებათ ანუ თავისთავად მე მაგას ვამბობ რომ პრობლემა ამაში არ არის შეიძლება სადღაც თქვათ იტალიაში მაფიის წინააღმდეგ ბრძოლაში ითამაშა ძალიან მნიშვნელოვანი როლი კათოლიკურმა ეკლესიამ. იქ არ დაუბალანსებია, თუ ცალსახად დადგა, თქვა სახელმწიფოს მხარეზე მაფიის წინააღმდეგ. სადღაც დღეს ვნახე პრეზენტაციაზე ბოლივიაში კარდინალმა რაღაც იქ
საარჩევნო სისტემა მის შექმნაში ითამაშა როლი. ყველაფერი შესაძლებელია. არ ყოფილა უცხო. თავისთავად მაგალითად რომ უცხოა ეს ჩვეულებრივი ამბავია. რომის პაპები ზოგიერთი დამპყრობლები იყვნენ და რაღაც ასე ვთქვათ ძალიან აქტიური პოლიტიკური მოთამაშეები ზოგიერთის აზრით უარყოფით როლს თამაშობდნენ. გააჩნია ესე იგი მე არ ვამბობ რომ რაღაც არსებობს რაღაც აბსოლუტური პრინციპი. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დადებითროლის თამაშს ამას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებ, მართალი გითხრათ. იმიტომ რომ ჯერ საქართველოს და რუსეთის ეკლესიები ძალიან სხვადასხვა ვითარებაში არიან თავის ხელისუფლებებთან. რუსეთში ეკლესია არის პრაქტიკულად დანამატი რაღაც სპეცსამსახურების, შეიძლება ასე ითქვას. ცალსახად სახელისუფლებო თამაშს თამაშობს. ჩვენს შემთხვევაში ეკლესია რეალურად განსხვავებულია და რეალურად დამოუკიდებლად თამაშობს ხელისუფლებისგან. ერთი მეორეც ერთი, არ ამგონია რომ აქ რამეს ასე ვთქვათ ეკლესიამ რამე შეძლოს, ის განცხადება რაც გააკეთა დღეს პატრიარქმა, კი ბატონო ზოგადად პრინციპში შეიძლება დაეთანხმო რომ კარგია რომ რუსეთ-საქართველოს შორის იყოს მოლაპარაკება. ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე თქვა რომ კი ბატონო პრინციპში ჩვენი სულისკვეთებას რისთვისაც მოუწოდა პატრიარქმა ამასაც ვამბობთ ჩვენცო პრაქტიკულად ეს იყო მათი პასუხი, მაგრამ ბურთი, ასე ვთქვათ, არ მგონია რომ პუტინზე და მედვედევზე იმოქმედოს საქართველოს პატრიარქის გასაგები. კაპიტან თეა, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა დღეს აი ასეთი განცხადების გაკეთება პატრიარქის? კი ბატონო, რეზუმე მინდა გავაკეთო წინა საკითხის. ალბათ დამეთანხმება ბატონი გია, რომ ყველა სახის აქტივობა, რომელიც პოზიტიურისკენ არის მიმართული და კონსტრუქციულია თავისი არსით, გამართლებულია ცალსახად, ხო? და ამ გაგებით არსებობს ამ გაგებით პოზიტიურობის ზოგადი ცნება და შეიძლება ვთქვათ აბსოლუტურიც, რომელიც მართლაც ხალხის, ერის, ქვეყნის კეთილდღეობის, ასე ვთქვათ, ზაზრუნვით არის განპირობებული, ხო? მეორე საკითხი, რამდენად იქნება თუ არ იქნება ეს რაიმე, ასე ვთქვათ, პოზიტივის მომტანი, მე მინდა ასეთი პარალელი გავალო. არსებობს ესეთი ცნება პოლიტიკაში, რომელიც ჩემზე კარგად ბატონ გიას მოეხსენება, იმიტომ რომ ამ სფეროში ექსპერტი მე არ გახლავართ, მაგრამ სახალხო დიპლომატიის ცნება არსებობს, სადაც ვთქვათ ხელისუფლება როგორც ვთქვათ სულ სხვა სტრუქტურა ქმედებს და დგამს ნაბიჯებს კონკრეტული მიმართულებით, მშვიდობიანი მოლაპარაკებების, კონსტრუქციული ასე ვთქვათ შედეგებზე ორიენტირებული გეზით, ხო? და ამავდროულად სახალხო დიპლომატია, ანუ ხალხში ესეთი ინტერაქცია სახალხო დონეზე ძალიან მნიშვნელოვნად არის განხილული, როგორც ძალიან ბევრი პოზიტიურის მომტანის შანსი. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი დიპლომატიური მისიები, მცდელობები დღესაც ბევრია, ვთქვათ, იგივე აფხაზეთის სამაჩაბლოს და ასე შემდეგ, სამაჩაბლოს არ ვიცი ახლა რამდენად ამ ეტაპზე ალბათ შეუძლებელია, მაგრამ აფხაზეთთან დაკავშირებით ბევრი ჩემი კოლეგა ყოფილა ამაში ჩართული და ალბათ ეს ყველაფერი შედეგის მომტანი ჩემი აზრით არის ერთ შემთხვევაში. თუ სტრატეგია, თუ ასე ვთქვათ, სულისკვეთება არის ერთიანი. ანუ თვითონ გეზი აღებული სამოქმედო უნდა იყოს ერთობლივი და ამ შემთხვევაში, აი, როდესაც ვამბობთ, რამდენად იქნება ეს შედეგიანი თუ არა, ის რაც პატრიარქმა განაცხადა, ალბათ ყველას კარგი მეხსიერება აქვს და ახსოვს, რომ ეს დღეს განცხადებული იდეა არ არის. არც მისი სურვილი არ გაჩენილა დღევანდელ დღეს. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ომამდეც, განსაკუთრებით ომის პერიოდშიც, როგორც პატრიარქი, ვთქვათ, ყოველთვის იყო მშვიდობიანი მოლაპარაკების დიალოგის მომხრე, სხვათა შორის უდიდესი დიპლომატიური პიროვნული თვისებების და ალღოს მატარებელია, ეს ყველამ კარგად ვიცით, ბატონი გიაც პირადად იცნობს მას. ეს დაფიქსირებულა და ეს არის ფაქტები, რომ ის ომის შემდგომ ძალიან
ასე ვთქვათ, პრინციპული განცხადებებით მიმართავდა რუსეთის ხელისუფლებას და აფიქსირებდა საქართველოს ასე ვთქვათ ინტერესებს, მაგრამ ამავდროულად ყოველთვის იყო იმ ასე ვთქვათ პოზიციაზე, რომ აუცილებელია დიალოგი, რაც ძალიან პროგრესული დამეთანხმებით და ცივილიზებული სამყაროს ერთადერთი ასე ვთქვათ ქვაკუთხედი და გამოსავალია კონფლიქტური. აქ საუბარი იმაზეა უბრალოდ პატრიარქს რამდენად აქვს შანსი. აი ეს მინდა დავამთავრო. შანსით და უფრო სწორად აი დღეს რამ გამოიწვია ამის აუცილებლობა, როდესაც პატრიარქი აკეთებს ესეთ განცხადებას, მე ისე მოვიშველებ იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომლებიც საუბრობენ, ეს არ არის ეკლესიის საქმე, ეს არის ეკლესიის სფერო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდევ ამბობ, ეკლესია არის ხალხის თავყრილობა, ეს არის ასე ვთქვათ ამ ტერმინის განმარტება. ყველაფერი, რაც არის ადამიანების სიცოცხლესთან, მათ კეთილდღეობასთან და ზოგადად ცხოვრებისეულ საკითხთან დაკავშირებული ვერ იქნება ეკლესიისგან გამიჯნული, იმიტომ რომ ეს არის ის ასე ვთქვათ ინსტიტუცია, სადაც ადამიანები არიან გაერთიანებული. როგორ შეიძლება ეკლესიისთვის იყოს აბსოლუტურად ინდიფერენტული და ნეიტრალური დაიჭიროს თავიანთი სულიერი შვილების ბედიღბალი, ხო? ნუ აი მე პირადად მე ჩემ პოზიციას გამოვხატავ და ვიცი რომ ბევრი დამეთანხმება შეუძლებელია ეს პრინციპულად. რამდენად არის შანსი რომ მოდით შანსზე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, რამდენად არის შანსი და რატო უყურებს ბატონი გია სკეპტიკურად ამ საკითხს, ეს არის მხოლოდ პოლიტიკოსების მიმართ გამოხმული სკეპტიციზმი თუ საერთოდ ასეთ კეთილი ჟესტის მიმართ გამოხმული სკეპტიციზმი, ამაზე ვისაუბრებთ გადაცემის მეორე ნაწილში, გადაცემაში რეკლამის დროა დაგველოდეთ ჩვენ დავბრუნდებთ. თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან თეა გოგოტიშვილი, გია ნოდია, ჩვენ ვსაუბრობთ საპატრიარქოს და პატრიარქის როლზე, ესე ვთქვათ, ეკლესიის დამოუკიდებელ პოლიტიკაზე, როგორც ბატონი გია იტყვის და შანსებზე, რომელიც გააჩნია ეკლესიას და უშუალოდ პატრიარქის იმ განცხადებას, რომელიც დღეს და გუშინ გავრცელდა, მოდით ასე ვთქვათ. შანსებზეა საუბარი, რა შანსი შეიძლება კონდეს ამ მშვიდობიან ინიციატივას მოწოდებას, ესე რომ ვთქვათ, ქალბატონ თეა თქვენ საუბრობთ შანსებზე კიდევ გაკეთებინეთ აქცენტი. თქვენ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ისეთ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში, როგორც ჩვენსა და რუსეთს შორის არის, ამ განცხადებამ რაიმე ესე ვთქვათ, შეამსუბუქოს და რაიმე გარდატეხა მოახდინოს? ანუ ვისგან ელით ამ გარდატეხას პირველ რიგში? კი ბატონო, პირველ რიგში აღნიშნავდი ერთ ფაქტს, რომელზედაც ალბათ უნდა მოხდეს ყურადღების გამახვილება, რომ რეალურად არ ხდება პროცესების სტაგნაცია, ანუ ერთ ადგილზე არ დგას არაფერი. ეს უბრალოდ სამყაროს მოწყობის კანონზომიერების საწინააღმდეგოა. მუდმივად დინამიკაშია ყველაფერი, ცვალებად დინამიკაში და თუ გარეგნულად ზოგჯერ ჩაღრმავების გარეშე რაღაც საკითხები უცვლელად ერთ ადგილზე გაჩერებული, გაყინული, თუნდაც ნეგატიურ პლანში, ასე ვთქვათ, გაჩერებულია, თუ დეტალური ანალიზი მოხდება იმ ასე ვთქვათ, განწყობით, რომ მოხდეს ყინულის დაძვრა და გადნობა დადებითი მიმართულებით, შეიძლება აღმოჩნდეს შანსებიც და ამ შანსებს მე მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ნებისმიერმა მოქალაქემ, რომ აღარა ვთქვათ, ეკლესიის წინამძღვარმა ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. ყველა დონეზე უნდა იყოს ეს შანსები ამოქმედებული. კონკრეტულად რას გულისხმობ ამ შანსებში? დღევანდელ დღეს რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობები ცოტა განსხვავებულ პრიზმაში წარმოჩინდება. რეალურად იცვლება სიტუაციები, ეს ურთიერთდამოკიდებულებები გარკვეულ, ასე ვთქვათ, განსხვავებული პოზიციებისა და პატარა რაკურსისა და გრადუსის შეცვლის შანსებს ქმნის. ამიტომ ჩვენ მუდმივად უნდა განვიხილავდეთ ჩემი აზრით ჩვენს სტრატეგიას, ჩვენს გადადგმულ ნაბიჯებს ზოგად მსოფლიო პოლიტიკურ კონტექსტში. ამიტომ ის რომ დღეს ისევ გაჟღერდა, მე ამასაც ხაზს გაუსვამდი და არაპირველად და ეს არ არის ინოვაცია, რომ ისევ გაჟღერდა მოწოდება და ისევ გაჟღერდა, ასე ვთქვათ, ის მნიშვნელოვანი იდეა, რომ უნდა დაიწყოს და გადაიდგას ნაბიჯები. ამას ჩემი აზრით უკვე აბსოლუტურად სხვა კონტექსტი და შესაბამისად მცირე, მაგრამ გარკვეული შანსები გააჩნია. მაგრამ
აი მე წინა ჩემს კომენტარშიც ვეცადე ამ აზრის ფოკუსირება, რომ შედეგები დამოკიდებული იქნება თვითონ სტრატეგიის გააზრებაზე და ერთიან კურსზე. ეს პოლიტიკოსების მხრიდან ფაქტია? აი ამ შემთხვევაში ის რაც უნდა ეკლესიას და გასაგებია მისი ზრახვები და სურვილები, უნდა თანხვედრაში მოდიოდეს სახელმწიფო პოლიტიკასთან და მის რეალურ სურვილებთან. აი რა უნდა ეკლესიას ანუ რას გულისხმობთ? ანუ მშვიდობიანი მოლაპარაკებისაკენ ნაბიჯების გადადგმა. თითქოს მოდის ეს თანხვედრაში არა? კი, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ, რომ გაჟღერდა ასევე ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ოპოზიციის ასევე კონსტრუქციული ლიდერების, მაგალითად ალასანიამ გააკეთა განცხადება, რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია ის საკითხი, რომ უნდა დაუჭიროს სწორედაც ხელისუფლებამ ხარი ეკლესიის ამ ინიციატივას და თუ აი მოკლედ ვიტყვი, თუ სიტყვა და საქმე არ მოვა განსვლაში. მაშინ შანსები მატულობს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ნებსით თუ უნებლიეთ ზოგჯერ ჩვენ ადამიანები ვამბობთ ერთს, მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ ვაკეთებთ მეორეს. ანუ შეიძლება ეს ერთი შეხედვით ესეც ჩანს ხოლმე ჩვენთან ქართულ რეალობიდან გამომდინარე. კარგით. ბატონ გია, თქვენი სკეპტიციზმი რითია განპირობებული იმით, რომ არ გჯერათ, რომ პოლიტიკოსები ამას კარგად გამოიყენებენ? პოლიტიკოსების არ გჯერათ? გამოსაყენები არა, რა თქმა პოლიტიკოსების ამჯერა. პოლიტიკოსებს აქვს თავისი პოზიციები და პოზიციებს იცავენ. ბატონ პუტინს, ბატონ მედვედევს აქვს თავისი პოზიციები, რომ ისინი არ დაელაპარაკებიან საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს პოზიციაში რუსეთის პოლიტიკურ კლასს აქვს ეს პოზიცია, რომ არაფერს არ კარგავს იმით, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ელაპარაკებიან, ისინი ელოდებიან იმას, რომ საქართველოში ნუ კი ბატონო 2009-ში ვერ მოხდა, მაგრამ შეიძლება 2012, 13, 14-ში მოხდეს რევოლუცია და რაღაც აიდიოს ბოლო-ბოლო საქართველოს და რაღაც სხვანაირი ხელისუფლება მოვიდეს და იმას დაელაპარაკებიან, ეს მათ სრულიად ნათლად აქვს გაცხადებული, ჩემთვის გაუგებარია, თქვათ პატრიარქის ჩვენი პატრიარქის სიტყვას, რატო მიაქცევენ მაინც და მაინც ყურადღებას. ნუ გარდა ამისა, მინდა მაინც გავაგრძელო სახალხო დიპლომატიის თემა. სახალხო დიპლომატიის მე ვიდრე სახალხო დიპლომატიაზე გადახვიდოდეთ, რადგან პატრიარქს აქვს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი, როგორც ქვეყანაში, ასევე მის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც შეიძლება ითქვას, რომ მას საკმაოდ დიდ პატივს სცემენ ბატონ გია. ხო, ნუ არ ვიცი, რუსეთში. შეიძლება რუსეთში სცემდნენ, ხო, პატივს? რატო არ შეიძლება? ამით ეს პრაქტიკულად, ანუ კარგად დაუკვირდეს ამას თუნდაც ხელისუფლება და რატო გამორიცხავთ ჩვენი ხელისუფლება ამ შემთხვევაში, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ამ თემაზე დაიწყოს. თქვენ ხო ამბობთ, რომ აქვს ხელისუფლებას სურვილი და ამას არაერთხელ აცხადებს, ხო, საქართველოს პირველი პირი, რომ უნდა დავსხდეთ, ხან ამბობს, რომ უნდა დავსხდეთ ვილაპარაკოთ, ხან ამბობს, რომ ვიდრე რაღაც არ მოხდება, მოკლედ სხვადასხვა განცხადებებს ვისმენთ ხოლმე. დამეთანხმებით ალბათ ბატონ გია. არ მეთანხმებით? რატო არ შეიძლება ამ კურსს თუნდაც მიყვეს საქართველოს ხელისუფლება? სად უნდა მიყვეს? არ მე პრაქტიკულად ვძელობ რა, ეს ადამიანი ამბობს, არ მინდა შენთან ლაპარაკიო და ეს სად უნდა მიყვეს? ვის უნდა მიყვეს, როგორ უნდა მიყვეს? თქვენ ფიქრობთ, რომ არანაირად არ იმოქმედებს პატრიარქის ეს განცხადება მედვედევზე არანაირად არ იმოქმედებს? ანუ ეს არის უბრალოდ განცხადება, დიახ? ასევე სახალხო დიპლომატიაზე რო იყო ლაპარაკი, სახალხო დიპლომატიას აქვს აზრი ისეთ ქვეყანაში, სადაც არსებობენ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მოთამაშეები, სადაც და რაღაც რომლებიც ქმნიან საზოგადოებრივ აზრს და შემდეგ პოლიტიკოსები, ასე ვთქვათ, რეაგირებენ ამ საზოგადოებრივ აზრზე. სახალხო დიპლომატიის მთელი კონცეფცია ამას ემყარება, ამ დაშვებას. ახლა თქვა ჩვენმა ეკლესიამ და რუსეთის ეკლესიამ რაღაცაზე შეთანხმდეს და მე ის ერთად შევიდნენ პუტინთან და რაღაც ასეთი რამეები. ჩემი აზრით რუსეთის რეალობაში ეს სრულიად ზღაპარია, იმიტომ რომ რუსეთის ეკლესია ტრადიციულად ასრულებს ხელისუფლების დაკვეთებს, იქ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და დღესაც არაფერი შეცვლილა, თქვათ FSB აკონტროლებს ეკლესიის საქმიანობას, რუსეთის ეკლესიის საქმიანობას, ასე რომ იქ რაღაც დამოუკიდებელი პუტინისგან დამოუკიდებელ აზრს შეიმუშავებს რუსეთის ეკლესია, რომ რა კარგია საქართველოსთან მშვიდობა და მოდი იქნებ ეს გავაკეთოთო. ამ ხრივზე ჩვენ ძალიან წინ ვართ, თქვენ ამის თქმა აქვს. ნუ განსხვავებული ვითარებაა და კი ბატონო თქვათ, რომ წინ ვართ, რომ ეკლესია და ხელისუფლება ერთმანეთსგან დამოუკიდებელი მოთამაშეები არიან. პრობლემა მეორე საკითხი არის ის, რომ ჩემი აზრით ეკლესიას რუსეთის ხელისუფლება განიხილავს როგორც თავის ეგრეთ წოდებული რბილი ძალაუფლების ანუ რაღაც გავლენის აგენტს საქართველოში.
რომ ეკლესიის მეშვეობით მას შეუძლია რაღაც საქართველოს ქართულ ეკლესიის დიახ ეკლესიის და ქართულ ეკლესიასთან რუსეთის ეკლესიის ქართულ ეკლესიასთან კონტაქტების მეშვეობით რაღაც დასაყრდენი იპოვოს ქართულ საზოგადოებაში. ახლა მე ვერ ვიტყვი ამის დასაბუთება შემიძლია სადღაც ბრძანება, მაგრამ დიახ ეს ვარაუდი მაქვს. ნუ და მით უმეტეს ჩვენს ეკლესიაში არის პატრიარქს არ გულისხმობ, მაგრამ არის ასეთი დასაყრდენები, ნუ გვახსოვს ის ცნობილი პუბლიკაცია, რომელსაც ერთ-ერთი ეპისკოპოსი ედგა უკან, რომ აი რუსეთის ტანკები ეს ღვთისმოვლენილი კურთხევაა ჩვენთვის ომის დროს, ხო? იყო ასეთი პუბლიკაცია და ეს საკმაოდ ნუ მაღალ საეკლესიო წრეებთან იყო დაკავშირებული და განიხილებოდა რამდენჯერმე ჩვენს მედიაშიც. ასე რომ საქართველოს ეკლესიაში ასეთი ხალხიც არის, ასე რომ ჩემი აზრით რუსეთის მხრიდან ისე ვიმეორებ ეს ვარაუდია რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესიასთან ასეთი ურთიერთობების გაუმჯობესება და ამის გაჭრა, ასე ვთქვათ, ამ არხის არის საქართველოს საზოგადოებაზე რაღაც ზემოქმედების მოხდენის ცდილობა პრორუსული მიმართულებით. ამ საკითხში ვიდრე უფრო დადებით. ძალიან მომაკვდინებელ საფრთხეს არ ვხედავ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მზაკრულ ჩანაფიქრს ვხედავ კი ბატონო. პირველ რიგში ღვთისგან მოვლენილ საკითხს დაუბრუნდები სამწუხაროდ არ ვიცნობ ამ წერილს, მაგრამ ჩემ მოსაზრებას ვიტყვი, ეკლესია ნებისმიერ განსაცდელს ღვთისაგან მოვლენილად განიხილავს. ამ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ კერძო პირის, ასე ვთქვათ, საეკლესიო წრეებიდან გამოსულის ეს არ ყოფილა დარწმუნებული ვარ საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება და მოდით ვთქვათ რომ გამორიცხულია თეორიულად რომ ამ გაგებით თუნდაც ამ ინსტიტუციაში გაკონტროლდეს თვითეული საეკლესიო პირის განაცხადი ვერ მოხდება ეს. გასაგებია მე სამწუხაროდ არ ვიცნობ ამ პუბლიკაციას, მაგრამ თუ კი ამას ადგილი ქონდა, მაშინ ალბათ საპატრიარქოსაც აქვს გარკვეულწილად უფლება რომ ამაზე გარკვეულწილად განმარტება გააკეთოს. ხო, იმიტომ რომ თითოეული სასულიერო პირი რომელიც მოღვაწეობს ქვეყანაში ეს არის რა თქმა უნდა წვრილმანი პოლიტიკური ეპისკოპოსზე საუბარი მით უმეტეს კი ბატონო კიდევ ვამბობ რომ მე არ ვიქნები ამ შემთხვევაში კომპეტენტური ამ რეპლიკაზე ვიმსჯელო მაგრამ კონტექსტუალურად ღვთის ასე ვთქვათ დაშვებასა და თუ როგორც ბრძანეთ ღვთის განგებულებას რაც შეეხება მინდა მოგახსენოთ რომ მორწმუნე ადამიანისათვის ყველაფერი რაც ხდება ღვთის დაშებით განსაცდელი არის გარკვეული დაატვირთვის მქონე. მეორე საკითხი, ეკლესია ისევე როგორც ასე ვთქვათ, როგორც ერი და ისე ბერი, ასე ვთქვათ, მრავალმხრივი პლურალისტური შეხედულებების პიროვნული ამ შემთხვევაში ვიტყოდი, ერთობლიობას წარმოადგენს და მე არ მიმაჩნია სწორად რომ კერძო პირის ამ შემთხვევაში თუნდაც ეპისკოპოსის რანგის ადამიანი გამონათქვამის იდენტიფიცირება არის ასე ვთქვათ სწორი. ნუ ეს ჩემი პირადი მოსაზრება მინდა მოგახსენოთ. აქედან გამომდინარე ის რაც ძირითადი თემა რაზედაც საუბრობდით, ის რომ გუშინ ვთქვათ, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე აცხადებდა იმას, რომ მე არ ვილაპარაკებ ამ ასე ვთქვათ, ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან, ის რაც ითქვა გუშინ, ეხლა მით უმეტეს ბატონ გიას ეს ჩემზე კარგად მოეხსენება, შეიძლება გადახედილ იქნას და ვთქვათ იმ პოზიციიდან ვიმსჯელოთ, რომ გუშინ რახან ეხლა თქვა ის არასოდეს არ შეცვლის არანაირად არც ერთი გრადუსით არ შეცვლის თავის კურსს, ალბათ არ არის სწორი იმ გაგებით, რომ ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყანა, სწორედ იმ და ნებისმიერი ცივილიზებული, ასე ვთქვათ, ქვეყნების ერთობლიობა, სწორედაც საპირისპიროზე მოუწოდებს ყველა კონფლიქტურ მხარეს, რომ მიუხედავად ჩიხისა, არ უნდა წყდებოდეს მცდელობები. და კიდევ ხაზგასმით ვამბობ, იმისათვის, რომ მცდელობები იყოს შედეგიანი, უნდა იყოს კარგად გააზრებული და ყველა სოციალური ჯგუფი თუ ყველა ინსტიტუცია, რომელიც ქვეყანაში არსებობს და ამ მიმართულებით მოწადინებულია, რომ გადადგას ნაბიჯი ურთიერთთანხმობაში უნდა ახორციელდეს. საფრთხეზე საუბრობდა ბატონი გია ქალბატონოთია, რომ შეიძლება რუსეთის ხელისუფლებამ ესეთი, ესე ვთქვათ, რბილი, ესე თქვი, რბილი ძალა ქვია მაგას. რბილი ძალა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს საზოგადოების აზრზე ზემოქმედებისთვის.
კიდევ ვამბობ, ჩემთვის თვითონ თქვა ბატონმა გიამ და მე უბრალოდ მის პერეფრაზს გავაკეთებ, ჩემთვის გაუგებარია რა ასე ვთქვათ თეზას ან რა წანამძღვარს ეყრდნობა ეს ლოგიკა, თუმცა ვიტყვი საპირისპიროს, რომ ის განცხადებები, რომლებიც ოფიციალურად არაერთხელ იქნა დეკლარირებული, დაფიქსირებული ეკლესიის და კერძოდ პატრიარქის მიერ, ეს იყო პრინციპული პოზიციები და მოდით ისევ პატრიარქის ასე ვთქვათ პოზიციას გავახმოვანებ ჩემი სიტყვებით. უწმინდესი ყოველთვის ამბობს, რომ კატეგორიულობა არის ერთ-ერთი ადამიანის ყველაზე სერიოზული პრობლემა, მაგრამ პრინციპულობა და კატეგორიულობა ნამდვილად სხვადასხვაა დამეთანხმებით. პატრიარქი ყოველთვის არის პრინციპული, მათ შორის რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმისა და მისი ასე ვთქვათ პოლიტიკის წინააღმდეგ დაუფიქსირებია და ხაზგასმით საქართველოს ერთიანობის პრიორიტეტზე გაუსვია ხაზი, მაგრამ ამავდროულად ის ყველაზე პროგრესული პოზიციის როგორც მომხრე, ასევე რეალობაში და ცხოვრებაში გამტარებელია და ამის ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთი დღევანდელ დღეს მიმდინარე პროცესია. ის რომ ბატონგია საფრთხეებს ხედავს გარკვეულწილად ამ ესე ვთქვათ რუსეთის ეკლესიას ლაპარაკობდი არა და ერთგვარ ესე ვთქვათ დამოკიდებულებაზე საფრთხეებს ხედავს. სწორედ ამით ხომ არ არის განპირობებული ის მოსაზრება, რომ ერთგვარი პოლიტიკის დამოკიდებელი პოლიტიკის თამაში ცოტა არ იყოს ხარისკოა. მოდი გადაცემის დასკვნით ნაწილში ვილაპარაკოთ ამაზე რისკზე კომენტარი ერთი სიტყვით რა. მე თვითონ რისკს ისევ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სულ სხვა რამეში ვხედავ. არსებობს ასეთი ფსიქოლოგიური გავლენის მექანიზმი, მოყირჭების მექანიზმს უწოდებენ. გადამეტებული ლანძღვაგინება და გადამეტებული მტრის ხატის ფორმირება უკუ შედეგის მომტანია ხოლმე და ჩემი აზრით რისკი იმისა, რომ უკუ პროცესი დაიწყოს თვითონ ხალხში, გაცილებით უფრო მეტი შანსების მქონეა, ვთქვათ, რადიკალურად ნეგატიური განწყობების დანერგვის მცდელობებში, რადიკალიზმში როგორც ასეთში და ასეთი ვთქვათ, მტრის ხატის მოყირჭებული სტრატეგიის დანერგვის მოყირჭებულ სტრატეგიაში უფრო არის. ხშირად ვხედავთ ჩვენ ამას და ბალანსი აქ აუცილებელია, მაგრამ პატრიარქი ამ ბალანსს ვერანაირად ვერ გააკეთებს. კარგი, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ ბატონგიას მოსაზრებას მოვისმენთ, რატო არის ტაბუირებული, ესე ვთქვათ, პოლიტიკოსების მხრიდან ეკლესიის კრიტიკა. თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან თეაგო გუტიშვილი, გიანოდია ბატონგია. როგორ უნდა მოიქცეს ეკლესიის ხელისუფლება უფრო სწორად, როდესაც გვაქვს საკითხი იგივე ტაუკლარჯეთის ტაძრებთან დაკავშირებით. ერთის მხრიდან არის ხელისუფლების სურვილი, რომ დაიდოს ხელშეკრულება თურქეთთან, მეორეს მხრიდან არის საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება და პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლები ქართული არქიტექტურის, რომლებიც ინგრევა პრაქტიკულად და პირველ რიგში ხელისუფლებაზეა პასუხისმგებლობა, ისინი დაინგრევა თუ არ დაინგრევა და ხელისუფლება უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომ ისინი არ დაინგრეს და იმისაც რომ ისინი არ დაინგრეს, ეს არის თურქეთის იურისდიქცია, ის უნდა შეუთანხმდეს თურქეთის რესპუბლიკას იმაზე, რომ მისცენ მათ უფლება ამ ტაძრების რესტავრაციის. ანუ ეს ნიშნავს, რომ უნდა აუაროს გვერდი უნდა აუაროს ხელისუფლებამ ეკლესიის ესე ვთქვათ ოფიციალურ პოზიციას და განცხადებას. რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ეკლესიას აქვს უფლება ასე ვთქვათ გამოთქვას აზრი პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ ხელისუფლებას ან ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება არ დაეთანხმოს ეკლესიას. კაპიტანთია. მე ვფიქრობ, რომ ელემენტარულად არსებობს სამართლიანობის და უსამართლობის პრინციპი, ასევე პრინციპულობის და უპრინციპობის საკითხი. იგულისხმება ის, რომ როდესაც არის გარკვეული შემოთავაზება, რომელიც არგუმენტირებულად შეიძლება ჩაითვალოს უსამართლოდ, ელემენტარულად ასე ვთქვათ, ამ საკითხის გადახედვა და ასე ვთქვათ, პოლემიკაში შესვლა მაინც არის საჭირო და არა მორჩილად და თავდახრილად დათანხმება საკუთარი იგივე ისტორიული ძეგლების და საკუთარი ასე ვთქვათ, თუნდაც პოლიტიკის საზიანოდ ვიდრე გადაიდგას რაღაც ნაბიჯი. ლაპარაკია იმაზე, რომ აბსოლუტურად უსამართლო და დაუბალანსებელია შემოთავაზებები, რაც თურქეთიდან არის გაჟღერებული, უბრალოდ ელემენტარულად ამ პრინციპით თუ გაგრძელდა რამდენი ასე ვთქვათ, საქართველოში ასეულობით მეჩეთიც არსებობს იმ
იმდენივეს ასე უпростერად თუ თქვენ ხედავთ პრობლემას ისევე როგორც საპატრიარქო მეჩეთების განახლებასა და შემდეგ კიდევ ერთი დამატებითი მეჩეთის მშენებლობაში. ლაპარაკი იმაშია რომ თუ იმდენი მეჩეთი განახლდა აქ რამდენიც ვთქვათ შეიძლება სადღაც არსებობდეს ასე ვთქვათ ქრისტიანული კერა უბრალოდ შეიძლება საერთოდ იგივე აი საბერძნეთის და მუსულმანური ასე ვთქვათ მეჩეთების პრინციპიდან გამომდინარე. ძალიან ცოტა დრო რჩება, მაშინ მე მაინტერესებს თუ კი ხელისუფლება მაინც გააფორმებს ამ ხელშეკრულებას და ყველაფერი ისე მოხდება როგორც ხელისუფლებას სურს. ამ შემთხვევაში საპატრიარქო რა პოზიციას დაიჭერს? მე ვერ გეტყვით რა პოზიციას დაიჭერს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ამ შემთხვევაშიც ეკლესიამ და ხელისუფლებამ უნდა აწონოს, გაიაზროს და კიდევ ერთხელ გადახედოს ამ საკითხს, იმიტომ რომ ის რასაც ითხოვს ეკლესია აბსოლუტურად სამართლიანია და პრინციპულია და ჩემი აზრით პიროვნულად ყველა შემოთავაზებაზე ოღონდ ასე ვთქვათ შემხტური ნაბიჯის გადადგმის როლში აღმოჩნდეთ, ამაზე წასვლა თუ კი შეიძლება უფრო მეტის და სამართლიანი ასე ვთქვათ გარიგების ამ გაგებით მიღება რატომაც არა. კი ბატონო გია თუ კი ხელისუფლება მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რომელზეც თქვენ საუბრობთ, ესე იგი ტაბუ მოხსნილი იქნება თუ არა? მოხსნილი იქნება, კარგია რომ მოხსნილი იქნება. ტაბუებით, რაც ნაკლები ტაბუა პოლიტიკაში მით უკეთესია. ხელისუფლება უნდა დაიცვას ეროვნული ინტერესები, ისედ რაც შეიძლება მეტად, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული ინტერესები. ეკლესიას თავისუფლება ალბათ იცავს ამ ეროვნულ ინტერესებს. ის იცავს ეკლესიურ ინტერესს, არ არის მისი საქმე ეროვნული ინტერესების დაცვა, სახელმწიფოს საქმეა ეროვნული ინტერესების დაცვა. ერი და ბერი სხვადასხვა. თუ გინდათ რეპლიკა და უნდა დავასრულოთ. განსხვავებულია ჩემი პირადად პოზიცია ამ გაგებით სახელმწიფო და ერი არის ამ ერთი მთელი არ გულისხმობთ რა თქმა უნდა ბერი სხვა ხო ბერი სხვა არის მაგრამ კიდევ ერთხელ ავით დავამთავრებ რახან ეკლესია არის ადამიანთა ერთობა და ეს ადამიანები ცოცხალი არსებები არიან და მათ ინტერესებზეა ლაპარაკი როგორ შეიძლება ვთქვათ რომ ამის დამცველი არ იყოს ის ვისი ასე ვთქვათ ინსტიტუციის წევრიც არის ეს ადამიანი ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობის მუდმივი თემა, მუდმივი მსჯელობის საგანია და ტაბუს სახელდების საკითხს აქვს დიდი მნიშვნელობა, მით უმეტეს ფსიქოლოგიაში. ტაბუს ვერ დავარქვათ, უბრალოდ ხელისუფლებას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რომ ამ გაგებით იმ სტრუქტურის მიმართ, რომელსაც უმაღლესი რეიტინგი აქვს, უბრალოდ იმასთან დაბეჭდება. კი იმის წინააღმდეგ წასვლა უბრალოდ არ იქნება მიზან შეწოდება. სწორედ ტაბუს ამ გაგებით ახსნიდა დიდი ხანია. თეა გოგოტიშვილი გიანოდია იყო ჩვენი გადაცემის სტუმრები და რადგანაც მე აღვნიშნე რომ ეს არის მუდმივი მსჯელობის საგანი და ჩვენ კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით ამ თემას, როდესაც ის აქტუალური იქნება და ყოველთვის აქტუალური, როდესაც შესაძლებლობა გვექნება. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ სტუმრები მობრძანდით და მიიღეს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ზუსტად 9 საათზე თქვენ გელოდებათ მაესტროს ახალიაბები მაკაცინცაძესთან ერთად. 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკაბერძის სტუმრები იქნებიან ჩიორა თაქთაქიშვილი და მისი მეორე სტუმარი იქნება ბოლივიის საარჩევნო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ანტონიო კოსტასი, რომელიც ისაუბრებს ისეთ საკმაოდ აქტუალურ საკითხზე, როგორც არის ბიომეტრიული სიების შექმნა და ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ხელისუფლება ამბობს, ვერ ვასწრებთო ბოლივიის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს საკმაოდ დიდი გამოცდილება ქონიათ. ასე რომ მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.